მოგესალმებით მეგობრებო, რაღაც ძალიან საინტერესო თემა უნდა გაგანდოთ და მოდით შემომიერთდით. ქრისტე აღდგა გიხაროდენ. ეხლა გამომიგზავნა ჩემმა მეგობარმა თიამ, რომელიც იდგა 22-ში ჩემთან ჯვარზე, ჩემთან ერთად და საოცარი ამბავი გამომიგზავნა, მე არ ვიცი რა დამემართა, ალბათ შოკი დამემართა ეს რო წავიკითხე და ნახეთ რა წავიკითხე რა. როგორც გუშინ 25 წლის წინ შუადღისას ცა გაშავდა. 33 წლის 23 მარტს ქრისტე დილის 9 საათზე ჯვარს აცვეს და ზუსტად ღამის 3 საათზე გარდაიცვალა. მეგობრებო, ჩვენი გვიდაგით 23 მარტს 9 საათზე ჯვარს აცვეს და ზუსტად ღამის 3 საათზე გარდაიცვალა. ჩვენ ვიდაგით 23 მარტს ჯვარზე, სადაც ქრისტე აცვეს. ჩვენ ვიყავით იქ ზუსტად ამ დღეს და 2 დღით ადრე. იქ ვიყავით, იქ ვიდექით. მეგობრებო, თუ არ დავიშოკებოდი ეს ამბავი რო წავიკითხე, არ მეკონა რა. საღამოს 12-დან 3 საათამდე ჩვენ გქონდა გლობალური დაბნელება, როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ ნახევარსფეროში. ჩვენ გქონდა საგრძნობის სიბნელე, აბსოლუტური სიბნელე. ქრისტეს აღდგომა მოხდა 33 წლის 25 მარტს. დღეს, მეგობრებო, დღევანდელ დღეს გილოცავთ, მეგობრებო, ქრისტე აღდგა. ჩვენ 23 მარტს ავხსენით ჯადო ყველა დროის სიცრუეს. ქრისტესთან ერთად ჯვარს აცვეს 2 ქურდი, დისმასი და გესტასი. დისმასი მარჯვნივ და გესტასი მარცხნივ. დისმასმა სინანული გამოავლინა, გადარჩა. ბერი ეფრემი ათონის მთა. ამას წერს, მეგობრებო, ადამიანი, რომელიც არ მიცნობს. არც მე არ ვიცნობ. აზრზე ხართ თქვენ რა მოხდა საერთოდ 23 მარტს იქ ყოფნით? პირი დამება, ისეთ შოკში ვარ. 23 მარტს ღმერთმა ჩვენ იქ აგვიყვანა, სადაც ჯვარცმა იყო, სადაც ქრისტე გარდამოხსნეს და სადაც შემდეგ იტრაპეზეს. ჯვარზე, ხალხო, ჩვენთან ჯვარზე, ეკლესიაში, მცხეთაში. დღეს აღდგა ქრისტე. გადავირიე. ეხლა იცი როგორ შეგძება მაგ? რო გავსკდები. იცი რისგან გავსკდები? ამდენ ტყუილში რო გაცხოვრებდნენ რა. ამდენ ტყუილში რო გაცხოვრებდნენ და ღმერთმა თავისი ფეხით აგვიყვანა იქ, სადაც ჯვარცმა მოხდა. და გვანახა რაც ხდება იქ. გააზიარეთ ეს ვიდეო, ძალიან გთხოვთ. ქრისტე აღდგა, გილოცავთ. ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე, აღდგომა დაწყებულია, მეგობრებო. ახალ ერაში გადავედით. ქრისტე აღმდგარია, ქრისტე არის ჩვენში, ქრისტე არის ჩვენთან. ყველა ის ადამიანი, რომელიც 23 მარტს ავიდა, იმიტომ რომ იქ უნდა ასულიყო, იმიტომ კი არა რომ ჯვრის თაყვანის საცემად. იქ ავიდა, იმიტომ რომ ქრისტეს სიტყვას გაყვა, თავის გულს გაყვა, როგორც მე, და იქ გადმოანგრია, ხო? იქ გადმოანგრია ზუსტად ქრისტემ სავაჭრო დახლი. ჩვენ მოხსენით ჯადო ზუსტად იმ დღეს, როცა ქრისტე აცვეს ჯვარს და როდესაც ისევ და ისევ ტრაპეზი გამართეს და ქრისტეს ჭამას შეუდგნენ ჯვარზე. ვითომ ქრისტიანები. ეხლა მე რასაც გეუბნებით, ეს თქვენთვის შეიძლება შოკი იყოს, როგორც ჩემთვის, მაგრამ ეს დასაწყისია. დასასრულის დასაწყისია, მეგობრებო. გილოცავთ, ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა. ამინ, ამენით იესო ქრისტე, ჩვენ ვართ ქრისტეში. ყველანი ის, ვისაც გჯეროდათ თქვენი გულის და თქვენი გონების
რომ ისმენდით და რეზონირდებოდა ჩემი სიტყვები თქვენთან, ჩემთან კი ქრისტეს სიტყვები და რომ ხედავდით, რომ ჭეშმარიტად ღმერთი საუბრობს. მე არ ვიცი სხვა რა ვთქვა რა, ამას სხვანაირად როგორ შევხედო, მე ძალიან გამეხარდება, ეხა 5 ადამიანი მიყურებს და აი ამას როგორ აღიქვას, ეხა თქვენი აზრი მაინტერესებს, დაგელოდებით რა. 23 მარტს, 33 წლის 23 მარტს ქრისტე დილის 9 საათზე ჯვარს აცვეს და ზუსტად 3 ღამის 3 საათზე გარდაიცვალა. ათონის მთიდან წერს ეფრემ ბერი. ათონის მთიდან წერს ამას ეფრემ ბერი. თქვენ ალბათ ყურს ადევნებდით, თვალყურს ადევნებდით, რომ 20-ში, 21-ში და 21-ში, 22-ში და 23-ში ჩვენ იქ ვიყავით ჯვარზე და ვინც იქ მოვიდა, ყველა ქრისტეს კაცი იყო. ყველა ქრისტეს კაცი იყო. დამერწმუნე თამაში, ვინც იქ იდგა, იმიტომ კი არა, რომ ქრისტეს სისხლი და ხორცი ეჭამა, იმიტომ რომ იქ მივიდა, ჯადო მოეხსნა ყველასთვის, სახე ჩამოეფხრიცა ბოროტისთვის, ხო? ყველანი ქრისტეს საძმო ხართ, იცოდეთ რა. ჩვენ ვართ ყველანი ქრისტეს საძმო, იცოდეთ. მე ამას ძალიან წყნარად ვიტყვი ახლა და ამას დიდი ამბები მოყვება. საკითხავი ის არის, რომ რატომ გვატყუებს საპატრიარქო და რატომ არ ემთხვევა აღდგომა დღევანდელ დღეს. რატომ არ ემთხვევა საეკლესიო აღდგომა დღევანდელ დღეს, თუ კი 23 მარტს მოხდა ქრისტეს ჯვარცმა. ხომ გითხარით, რომ სრულიად სასწაულები მოხდება მეთქი და ცაზე რომ გამოაჩინეს რაღაც პორტალი, ეგ ჩემთვის სასწაული არ იყო. აი ეს ინფორმაცია ჩემთვის მართლა სასწაული იყო. რამე თუ მე ეს ინფორმაცია ეხლა წავიკითხე. თეამ გამომიგზავნა, რომელ თეასთანაც ერთად იქ სადაც ქრისტე აცვეს ჯვარს, ჯვრის მონასტერზე, ჯადოებით გამოტენილი კედელი გავანთავისუფლეთ. და 23-ში სრულიად ჯადო მოხსენით საქართველოს. და ამინ ამენით იესო ქრისტე ქართველი იყო, იესო ქრისტე აცვეს ჯვარს და იესო ქრისტე 23 მარტს 33 წლის 23 მარტს აცვეს ჯვარს და 25 მარტს დღევანდელ დღეს იესო ქრისტე აღდგა. გილოცავთ კიდევ ერთხელ, აღდგომა დაწყებულია, ხორბალიც, ჯეჯილიც აყვავებულია მეგობრებო და გილოცავთ, ჯეჯილი ჩვენ ვართ. საპატრიარქოს დაერხა, ოხრა დაერხა. ოხ, რა მოხდება, იქ ერთი ამბავი მოხდება. რა ვიცი, თქვენც ალბათ ყბაჩამოგდებულები ხართ, მე როგორც წავიკითხე ეს და ყბაჩამომივარ და ალბათ ისე რა. აჰა, კიდე დაგიფოსტავთ. როგორც გუშინ 2025 წლის წინ შუა დღისას ცა გაშავდა. 33 წლის 23 მარტს ქრისტე დილის 9 საათზე ჯვარს აცვეს და ზუსტად ღამის 3 საათზე გარდაიცვალა. საღამოს 12 საათიდან 3 საათამდე ჩვენ გვქონდა გლობალური დაბნელება, როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ ნახევარსფეროში. ჩვენ გვქონდა საგრძნობის სიბნელე, აბსოლუტური სიბნელე, როგორც გუშინ 2025 წლის წინ. როგორც გუშინ 2025. გუშინ დაბნელება იყო მზის? არ ვიცი. ქრისტეს აღდგომა მოხდა 33 წლის 25 მარტს. ქრისტესთან ერთად ჯვარს აცვეს 2 ქურდი და ასე შემდეგ ბერი ეფრემ ათონის ბერი ეფრემი ათონის მთიდან წერს ამ ყველაფერს. გაგიგვირდათ მეგობრებო თქვენს? ამ თქვენი ემოციები მაინტერესებს რა. თქვენი ემოციები მაინტერესებს. მე გავშეშდი ისეთი ემოციები მქონდა. მე არ ვიცი რა ვთქვა. ეს ეხლა ეს ნაწილი თუ სიმართლეა? ეს თუ სიმართლეა, მეგობრებო, არ ვიცი.
არ ვიცი აქ რა დაიწყო, აქ დაიწყო. დედის ხონა დაიწყო უკაცრავად სიბნელისა. სიბნელეს მოიცავს სინათლე, ეხლა აცი. ამინ, ამინ, ამინ. აზე ხართ რა მომხდარა? ხო, აზე ხართ, არა მარტო ვარდის ევოლუცია, არამედ მომხდარა ასეთი საინტერესო ეს სიტყვა საინტერესო შეიძლება შეიცვალოს რამე სხვა სიტყვით? შეიძლება შეიცვალოს სხვა სიტყვით. ევოლუციური საკითხი მოხდა ახლა, ევოლუციური საკითხი. ამენ, ამენ ჭეშმარიტად აღდგა, ამბობს რიმა. ჭეშმარიტად აღსდგა, რიმა, ჭეშმარიტად აღსდგა. ამინ, ქრისტე, რო ცოცხალია აქაც დამტკიცდა. გამოვშტერდი, მე გამოვშტერდი თქვენ? თქვენც გამოვშტერდით? აი ამ ინფორმაციის შედეგად, ვინც ამ დღეებში თვალს მადევნებდა, არ ვიცი, დამიწერეთ რა თქვენი კომენტარები. მე ხო მართლა მჭირდება თქვენი მხარში დგომა რა, ანუ მე შოკში ვარ ახლა და გამომიყვანეთ ამ შოკიდან. მომწერეთ რა რამე, ანუ თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით. და გადააზიარეთ მეგობრებს, გადაუზიარეთ და იმათაც თხოვეთ, რომ რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით რა. ანუ ძალიან მაინტერესებს ეს რა არის ახლა, რა ხდება, ვერ ხვდები რა. ეს ახლა რა ხდება, უბრალოდ ვეღარ ხვდები, რატო გვატყუებდნენ ამდენხანს. მედიაწერს ეს ინფორმაცია საიდან გამჟღავნდა, ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ყველაფერს თავდაყირა აყენებს, რომელიც თავდაყირა იყო აქამდე დაყენებული. კი, მედია გეთანხმები. ნამდვილად. ეს ინფორმაცია როგორ ჩანს, ეფრემ ბერს დაუწერია ათონის მთიდან. და ძალიან გთხოვთ, გადაუგზავნეთ მეგობრებს და კითხეთ თუ არის შეეფერება ეს სიმართლეს რა. და თუ ეს სიმართლეს შეეფერება, მეგობრებო, მე გეუბნებით, რომ შოკში ვარ მეთქი რა. იმიტომ ახლა ემოციებს ვერ გამოვხატავ. ირაკლი მესხი მეკითხება ქალბატონ თამარ ხოაკინ ფენიქსის შესრულებით ბოლო გადაღებული ჯოკერი როგორ მოგეწონათ? დავიგრუზე, ეგრო ვნახე. არ მომეწონა. ანუ მოწონებით ახლა მსახიობი კარგად ასრულებს, მაგრამ დავიგრუზე მე მაგაზე ძალიან მაგ ფილმზე. მაგარი ფილმი იყო, კი ვთქვი, მახსოვს ჩემი სიტყვები, რომ ძალიან მაგარი ფილმია მეთქი. მაგრამ მართლა ძალიან დამგრუზა. ეხლა აღარ მახსენდება ზუსტად რა წავიკითხე მაგ ფილმში და რატო ვთქვი ძალიან მაგარი იყო თქო. ნამდვილად არ ვიცი. ერთადერთი ის მახსენდება, რომ ეს ჯოკერი ნერვიული ფონზე, ნერვიული იმის ფონზე რა, რო იცინის და ვერ იკავებს სიცილს. ეგ ძალიან მაგარი ახსნა იყო და ისიც რომ როგორ მიიყვანენ ადამიანს იმ მდგომარეობამდე, რომელშიც არ უნდა რომ იყოს რა. ხო. მაგრამ ეხლა რატო გაგახსენდათ ირაკლი, რატო დააკავშირეთ, არის ამასთან რამე კავშირში, იქნებ გამახსენო. ამენ, ამენ, ჭეშმარიტად აღსდგა. გამოდის საეკლესიო კალენდარიც იცვლება. გამოდის, რომ საეკლესიო კალენდარი მთლიანად არეულია. და აბსოლუტურად სხვა დღეებზე ვზეიმობთ, გაზეიმებენ თქვენ იმ გამარხულებენ და აბსოლუტურად დამახინჯებულად ყველაფერს დამახინჯებულად გაკეთებინებენ. საინტერესოა,
საიდან აქვს ეს ინფორმაცია, როგორ აღარ ვიცი, დავიბენი. ხო, დოდო, მეც ძალიან გავშტერდი ეს რო წავიკითხე, აღარ ვიცი მართლა. ანუ ერთადერთი ის ვისაც შეხება აქვს ათონის მთის ბერებთან, იქნებ გადაამოწმოს. ერთადერთი ეგ ვიცი, რომ ათონის მთაზე დაფარულ ინფორმაციებთან წვდომა აქვთ, მაგრამ ნუ ხო რა. გასაგებია ჯოკერზე გამახსენდა გუშინ რომ გქონდათ ლაივი ისე უბრალოდ. ეხლა ვინც შემომიერთდით, თქვენი აზრი დააფიქსირეთ ძალიან გთხოვთ რა. რომ გამომიყვანოთ შოკიდან, თორემ მე შოკში ვარ, თქო გეუბნებით და თან მარტო ვარ სახლში. თხოვნა, ბრძანება კი არა. და თქვენ ეხლა ისიც გაგიმჟღავნდებათ, რომ მარტო მე კი არ ვამბობ ამას, რომ იქაცვეს ჯვარს, ნარიმანიც მაგას ამბობს და ხალხი, რომელიც აზრზეა მოსული, ყველა მაგას ამბობს, რომ მცხეთაში ჯვრის მონასტერზე ქრისტე ამბობს აცვეს ჯვარს. ვისაც მესამე თვალი გახსნილი აქვს, ყველა ინფორმაციებს უკვე კითხულობს, რაც დაფარულია, აი საპატრიარქოს რა ინფორმაციებიც დაფარული აქვს. იმას კითხულობს მესამე თვალი, ვისაც გვაქვს გახსნილი წაკითხვის გარეშე, ანუ წიგში ჩახედვის გარეშე ინფორმაცია მოსდით ასეთ ხალხს და ეხლა წერილობითაც გაგიცხადდებათ და გაგიცხადებენ, რომ ქრისტე აცვეს მცხეთაში ჯვრის მონასტერზე ჯვარს. ეხლა შემოგიერთდითო, ანი ამბობს, რის საფუძველზე ამბობენ. როგორც ჩანს, ბერი ეფრემი ათონის მთიდან გვწერს ჩვენ ამას ამ წერილს. წყარო ვისგან არის უშუალოდ შეგიძლიათ ჩემს გვერდზე გადმოხვიდეთ და დაბლა ამ ლაიფის ქვემოთ იქნება ის ინფორმაცია გაჟღერებული. მე გადმოვაზიარე ეგრევე ის ინფორმაცია, ვინც ეს გააჟღერა. სახელი და გვარი აღარ მახსოვს ახლა ამ გოგოსი, გოგო იყო. გოგოს სახელი და გვარი იყო. არაფერს არ ამბობთ? ანუ თქვენ შოკში ხართ, ხო? თქვენც შემნაირად შოკში ხართ, ხო ალბათ? ანუ ის კომენტარები, რაც გაჟღერდა ინასარიძეზე, ხო, ჩემს გვარზე, რომ ინარი სარის ძე, ინარის სარის ძე, ანუ ნაზარის ძე. ნაზარი არის მსხვერპლშეწირული და ნაზარ არის მსხვერპლშეწირული და ნაზარიძე არის კიდე ნაზარის ძე, ანუ მსხვერპლშეწირულის ძე. ანუ მე ახლა პირდაპირ მეუბნება ეს ინფორმაცია ერთ რამეს რა, რომ ეხავე გეტყვით რა, პირდაპირ მეუბნება ინფორმაცია ეს იმას, რომ არის ფუსტი რაინდები, ვისაც იცავდნენ და რასაც იცავდნენ, რომ ქრისტეს ძე ყავდა და ქრისტეს შთამომავლები ყავდა და ქრისტეს ყავდა აბსოლუტური ჩვეულებრივი ოჯახი, პირდაპირ მეუბნება, რომ მისი ნაზარის ძე,
ნაზარისძე, ნაზრაძე. რატომ გეუბნებით იცი ახლა ამ გვარს? იმიტომ რომ ბაბუა იყო, ჩემი დიდი ბაბუა იყო ნაზრაძე. ანუ სავარაუდოდ ნაზართან აქვს საქმე მსხვერპლშეწირულთან და მსხვერპლშეწირული ქრისტე იყო და მსხვერპლშეწირულის შტო არის ალბათ ნაზრაძეები რა. ვაუ. ბრავო. მაგარი რამეები გავიგე ახლა. შოქში ვარ ნამდვილად და ეს წყარო საიდანაც არის კიდევ მოყვება გაგრძელება. ალბათ მედია კი ნამდვილად. შოქში ვარ მართლა. კი, გაიგე ახალი ამბავი? აი ეს წაიკითხე ხა, ნახე. და შენც დაიშოკები. წავიკითხავ ხმამაღლა, კარგი? როგორც გუშინ 2025 წლის წინ შუადღისას ცა გაშავდა. 33 წლის 23 მარტს ქრისტე დილის 9 საათზე ჯვარს აცვეს და ზუსტად ღამის 3 საათზე გარდაიცვალა. საღამოს 12-დან 3 საათამდე ჩვენ გვქონდა გლობალური დაბნელება, როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ ნახევარსფეროში. ჩვენ გვქონდა საგრძნობის სიბნელე, აბსოლუტური სიბნელე. ქრისტეს აღდგომა მოხდა 33 წლის 25 მარტს. ქრისტესთან ერთად ჯვარს აცვეს 2 ქურდი, დისმასი და გესტასი. დისმასი მარჯვნივ და გესტასი მარცხნივ. დისმასმა სინანული გამოავლინა გადარჩა. ვერი ეფრემი ათონის მთიდან. თეა გადარეული ვარ, არ ვიცი რა ვთქვა. ანუ რაღაცა დამიწერე, თორე შოქში ვარ ახლა მე. არ მეტყობა გარეგნულად, მაგრამ შინაგანად გეუბნებით, რომ შოქში ვარ თქო და რა ვიცი. ვერი ეფრემ თუ გავს ინფორმაცია, რომელ მონასტერში მოღვაწეობსო, გეორგ რამიშვილი წერს და ისა გეორგ, არ ვიცი, ათონის მთაზე, აბა მე საიდან მეწოდინება. უნდა კითხოთ ალბათ იმ ხალხს, ვინც ათონის მთაზე არის დამყოფი. გამოდის ყველაფერს უკუღმა გვაკეთებინებდნენ? ალბათ ეგრე გამოდის, ხო? ნუ ყველაფერს უკუღმა გვაკეთებინებდნენ, როგორც ჩანს რა. და ეხლა ფარდა აეხსნება ყველაფერს. დაიწყო უკვე. ფარდის ახსნა. კინგ, ჩვენ რა მაგით მერე და 23-ში ვიყავით ზუსტად იქ, რომ ის ვარდი მოჯადოებული ვარდი, რომ შევეხეთ და ავხსენით ჯადო იმ ურჩხულს, რომელსაც ქონდა ურჩხული ხო ვთქვით, ხო ვილაპარაკეთ ახლა ჩვენ წინა ლაივში, ამის წინა ლაივში, რომ ურჩხული არის საქართველოს სიმბოლო, ლომის ზოდიაქოთი და ნუ ლომის სახით არის ეს ურჩხული წარმოდგენილი და ეს ლომი არის, ანუ ეს ურჩხულად გადაქცეული პრინცი, ამ ვარდით არის მოჯადოებული, რომელიც დაგხვდა ჩვენ ჯვარზე, რომელსაც შევეხეთ და რომელიც პრინციპში თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს, ანუ ჯადოს ფუნქციას ვეღარ ასრულებს, ვარდი აღარ არის მოჯადოებული და ჯადოს აეხსნა ძალა. გესმის? ჩვენ საქმეს მივხედოთ. კინგ, ჩვენ საქმეს მივხედოთ, დღეს არის აღდგომა, გილოცავ. ამ წერილის მიხედვით ჩვენ აღდგომა არის დღევანდელ დღეს. ქრისტე აღდგა. ერთი კვირის უკან დავბრუნდი ათონის მთიდან, გეორგ რამიშვილი წერს. სულ მინდა კითხო და არ ვიცი აზრი აქვს თუ არა ჩემს შეკითხვას. ჯვრის ეკლესიაში შუაში რაღაც ამოშენებული რა არის? მან სადაც ჯვარი დგას, მან დაცვეს ზუსტად ქრისტე ჯვარს.
აი ზუსტად ეს ამოშენებული რაც არის, მან დაწვეს ქრისტე ჯვარს, მედია. მან დააკვირდი, რომ სულ ჯვარი იდგა, სულ ჯვარი სულ იდგა მან. დადგეს შამის შემოქმედების მეფობისა, ამენ, 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 ნანა წერს ამენ. ამინ, ამენით. გეორგ, ათონის თვიდან თუ დაბრუნდი, გექნება ესე იგი კავშირები და ძალიან გთხოვ გადაამოწმე რა ეს ინფორმაცია. რამიშვილო, შენ გეუბნები. ხო შეიძლება შენობით მოგმართო. დღეს 1 აპრილია მოტყუება ადვილიაო, ეს დღეა სულ აღდგომის მგონი. რატომღაც ეგვიფიქრე. მედია გველესიანი წერს, რატომღაც ეგვიფიქრე, რომ ჯვარს აწვეს იქ, ხო? კი არ იფიქრე, შენ იგრძენი ეს მედია, შენც იქ იყავი ალბათ, ქრისტე რო აწვეს ჯვარს იქ იყავი შენც. და იგრძენი შენ ეს ამბავი. შენმა სულმა გაიხსენა ეს ამბავი. და ჩვენმა სულებმა ყველამ გაიხსენეს ეს ამბავი ახლა ინტუიციურად იმიტომ მივედით ზუსტად 23-ში იქ ქრისტეს ჯვარცმის დღეს 23-ში იქ რო ვიყავით. ლალი მადლობა შენ რომ ახვედი. შენ რო არასულიყავი ალბათ მე არ ვიცი ავიდოდი თუ არა, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ შენ მომეციძალა კიდე რომ მეორე დღეს გადამეწყვიტა წასვლა. და ნინო მადლობა შენ რომ ამოხვედი შენც და იქ იყავი. და ყველა ის ადამიანი ვინც იქ იყავით, ყველას მადლობას გიხდით. ჩვენ ყველამ ვიგრძენით იქ რა ხდებოდა. როგორ არ სწხვენიათ დღემდე ქრისტეს სისხლს და ხორცს ჭამენ ესენი. გაჭამათ მამაზე ციერმა სინათლე თქვენ. სინათლე გრეკად თავში. რა კარგი წყევლა. გრეკად სინათლე თავში თქვენ კაცი ჭამიებო თქვენ. ფუფ. და კიდე იმაზე ქონათ პრეტენზია, აქ ნუ შედიხართო, ქართველებიო. ქართველები ხოვო, მაგრამ სხვებისთვის არის გადაკეტილიო, გესმის და მაინც გადითო აქედანო. თქვენი გაუმაძღარი მუცლები გაძღეს ერთხელ და სამუდამოდ და როგორც იქნა სინათლე შემოვიდეს თქვენს ტვინებში ამ სიტყვებით დაგლოცავთ მე თქვენ რა ყველას რა. ამიტომ მინდა დავასუსტო რომელ მონასტერში მოღვაწეობს ბერი ეფრემი. ხო, მან და არ ვიცი აი რამდენია ახლა. და ისედაც მონასტერში რო არ ხო ეგ დასაზუსტებელია ეს ბერი ეფრემი რომელ მონასტერშია და რომელი ბერი ეფრემია საერთოდ და თუ ეს წერილი მართალია აი საპატრიარქოს ალბათ თელ სინოდიანს სიდონი გადაუვლის რა. დიდება უფალს. ბიჭო დღემდე როგორ ის დახლი უდგათ იქ. დღემდე როგორ ვერ გაძღნენ, ვერ გამოიტანეს ეს დახლი ამ ეკლესიიდან, როგორ ვერ გაძღნენ. ეს თამაშის ერთი ნაწილია რა.
განა მაგათ ფული უჭირთ? არა, თამაშის ერთი ნაწილია, აბა ქრისტიანების გამოცდაა ეს. აბა რამდენად ქრისტიანები არსებობენ ამ დედამიწაზე, ამის გამოცდა არის. ამდენი წელი 2025 წელი გავიდა ამის დედავატირე. ქრისტიანები ვერ გამოჩნდნენ ამ დედამიწის ზურგზე, რომელმაც შეიცნეს. ვერ შეიცნეს ანტიქრისტე, რომ ისევ ეკლესიაშია და ისევ ვაჭრობს ეს დედააფეთქებული ანტიქრისტე? ვერ შეიცნეს აქამდე დღემდე? გამოვატანინოთ მომავალ შეხვედრაზე. კი, აუცილებლად უნდა გამოვატანინოთ, კი არა თვითონაც უნდა გამოვყაროთ იქიდან ის ვაჭრები ისინი, ეს ნუ მევაჭრებიო, ის მღვდელი რომ მეუბნებოდა, ნუ მევაჭრებიო, აქ დგომასო. ხედავ და სისხლში აქვთ ეს სიტყვა ვაჭარი. რას მევაჭრებიო? ქართველს მეუბნება, რომელიც იდგა იმ ადგილზე, სადაც უნდა მდგარიყო. დედააფეთქებული ეგ, იუდეური გველი. ბიჭო, იუდეველებს აქვს მთელი ეკლესია წაბილწული აზზე ხარ, ისევ და ისევ დღემდე და არავინ ხმას არ იღებს აზზე ხარ და ის ხალხი ბრმა ხალხი, ვინც მაგათ იცავს ისევ რა და მე მამტყუნებს, ხო? რომ სანთელია მეტი ხო არაფერიო, ძროხები და მტრედები ხო არ არისო? რა სიბნელეში არიან ესეც დაბნელებულში, რომ ის ძროხებიც და ის მტრედების და ის ცხრებიც შესაწირი იყო ისევე როგორც დღეს სანთელია შესაწირი. რას ვერ ხვდებიან? ყველანი იუდეველები არიან მაგის დედავატირე? ყველანი იუდეველები არიან ერთხმად შეკრული? გადავირიე, ჩვენ ქართველები საწავედით, ხალხო, შევიკრათ ისევ ერთად რა და დედაუტიროთ მაგ იუდეველებს ჩვენ ეკლესიაში რო არიან შემძვრალი გველებივით რა. თამარ, შენ ძალიან დიდი კეთილი ნათელი საქმე გააკეთე, ჯვარზე ახსენი ჯადო, არა მარტო ჯვრის მონასტერს, არამედ საქართველოს და ქართველებს ყველა ზღაპარში თუ მითში თავისი წილი სიმართლეა ჩადებული გაძლიერდი ქრისტეში. მადლობა რივმა, ჩვენ ყველა ერთად გავძლიერდეთ ქრისტეში, ყველა ერთად, თორე ხო ხედავ რას გვიკეთებენ არა, როგორ ტყუილში გვაცხოვრებენ აქამდე და როგორ ქრისტეს სისხლს და ხორცს გვაჭმევენ თავიანთი ხელით და ჩვენი ნებით. ეგ საზიზღრები ეგენი, როგორ ყოველწლიურად აკეთებენ მაგ რიტუალს, გარდამოხდის რიტუალს და როგორ ჭამენ ჩვენს ქრისტეს ისევ და ისევ, როგორ სუფრაზე დებენ ამ ქრისტეს და როგორ ჭამენ და თქვლეფავენ, ეგ საზიზღრები ეგენი, ასე ხარ? არ ეყოთ. Sat ist. ასე რომ მეგობრებო, ჯადო ახსნილია, ეხლა უფრო და უფრო მეტი ინფორმაციები გამოვა და ნელ-ნელა მოგვაწვდეს ჩვენ რომ ძალიან არ დავიშოკოთ, აი რა შოკში ვარ ხომ ხედავთ? შეიძლება ვერ ხედავთ, მაგრამ მე გეტყვით რომ ძალიან შოკში ვარ. აი ემოციები გამეყინა ემოციები, უცბად. იმიტომ რომ ესეთი რაღაც არ ვიცი როგორ რეაქცია ვერ ხვდები რა რეაქციის შესაბამისად უნდა ვირეაგირო. გესმით? აი ესეთი ინფორმაცია რო წავიკითხე. ხო და ასე რომ რა ვიცი, ერთად დავდგეთ, თორე ჩვენ გაგვაშეშებენ ეგენი ამ ინფორმაციების გამოშვებით. კარგი, აბა დაგემშვიდობებით ეხლა და გააზიარეთ ეს ვიდეო და ძალიან გთხოვთ მივიდეს ეს ადამიანის ყურამდე, რომელსაც აქვს უშუალო წვდომა ათონის მთასთან და რომელიც დაგვეხმარება ამ საკითხში, რომ მოვკითხოთ პასუხი საპატრიარქოს, რატომ გვატყუებდა აქამდე რა? მოვკითხოთ, კი არ განვიკითხოთ, მოვკითხოთ. დაგემშვიდობებით ეხლა. დიდება უფალს. ქრისტე აღსდგა
ჭეშმარიტად აღსდგა, მეგობრებო, ვხედავთ დღესაც 2025 წლის შემდეგაც ვხედავთ ქრისტე როგორ აღსდგა და ქრისტიანი როგორ აღსდგა. ამინ ამენით იესო ქრისტე.